გამარჯობა. მოგწონდით. შეიძლება ხო? დიახ, დაბრძანდით. აბა, რა გვინდა, რისი გაკეთება გვინდა, თვალები, ცხვირი, ყრიმალები? არა, ეგენი ყველაფერი ადრე გაკეთებული მაქვს. ეხლა მინდა სხვა რაღაცეები გავიკეთო. იცით რა შეასაქმე, ჩემ გვარს ვუთხარი, ესეთ შეკითხვა დაუსვი. რას შეცვლიდი მეთქი ჩემ გარეგნობაში, რომ შენთვის იდეალური ვიყო, თქო და მითხრა ყველაფერი. ანუ თქვენი ქმრისთვის გინდათ, რომ კარგად გამოიყო. რასაკვირველია, ისეთი საყვარელია, ჩემი ქმარი, რაღაცნაირი ძალიან კარგია მოკლედ რა და მინდა რომ აი რაღაცნაირად მეც ვასიამოვნო, ხო ხდებით? კი, მე. ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩემი რაღაცნაირად გულის მესაიდუმლეა და იცით, სულ ყველგან ერთად დავდივართ, შოპინგზე, სალონში, ყველგან ერთად დავდივართ. ძალიან კარგი. მაშინ დავიწყო, მითხარით რა გნებავთ, ჩავიწერ. პირველ რიგში მინდა მკერდი. იცით, მკერდი კარგად გაქვთ გადიდებული და რომ დავამატოთ, დეფექტი არ მიიღოს რამე, რა ვიცი. არა, არ გირჩევთ. ვერ გამიგეთ თქვენ. მკერდის დაპატარავება მინდა 0-ზე. 0-ზე? დიახ. რამდენად 0-ზე მოვახერხებ, არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, მაქსიმალურად გპირდებით, არ არის პრობლემა. კარგი, ძალიან კარგი. იცით კიდე, ჩემი სიარულის მანერა არ მოსწონს. აი შემხედეთ, აი ესე ხო დავდივარ. მშვენივრად დადიხართ და რა არ მოსწონს. და უნდა რომ იცი როგორ დავდიოდე? აი დაახლოებით აი ესე. აი ესე ვიარო. დამეხმარებით? მე ვერ დაგეხმარებით მაგაში. ქირურგია ვერ შველის მაგას და თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ესეთი სიარული დახვეწვით. კარგით. დიახ. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ, ხო? კიდე რა მინდა? კიდე იცით რა მოსწონს? თუ შეგიძლიათ, რომ აი ეს ნაწილი თმის გამიცვინოთ და აი აქ რო გადმომინერგოთ აი ესე. აქ გინდათ თმა? ხო. აქ. დიახ. დარწმუნებული ხართ? იქნებ დაურეკოთ რა და კითხოთ. შეიძლება სხვანაირად გაიგეთ. აი არა, ზუსტად ესე უნდა, მაგრამ მოდი თქვენი ტელეფონი მათხოვე. კი ბატონო, აი ინებეთ დაურეკეთ რა. ხო, კუკუ, აქა ვარ პლასტიკურ ქირურგთან და დარწმუნებულიაო, რომ ყველაფერი ისე უნდაო, როგორც მე ვეუბნები? ხო, კი. კაი, ვეტყვი. ხო, არა, ეგენი არ დამავიწყდება. კაი, კუკუ, კოცნე. რა რა თქვა? კიო, ზუსტად ეგრე მინდაო, როგორც ეუბნებიო და პლასტიკურ ქირურგს გადაეციო, რომ ენას თუ დაიმოკლებს, კარგი იქნებაო. მე? გასაგებია. კაი, გავაგრძელოთ, ხო? გისმენთ. იცით რა, რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს? ძალიან მინდა რომ ჩემ ქმარზე მორგებული ქალი ვიყო. ხო ხდებით? კი. ხო. გავაგრძელოთ. გისმენთ, აბა შემდეგი რა არის? შემდეგი მუცელი. მუცელი, კარგი მუცელი გაქვთ, მაგრამ თუ გინდათ მაინც გადავჭიმავ. ანუ შემიძლია. არა, კი არ გადავჭიმოთ. პირიქით. რა პირიქით? პირიქით. იცით როგორი მუცელი მინდა და მოსწონს? აი ბიჭი რო ცოლს მოიყვანს და ცოლი რო თავიდან ძალიან ზრუნავს ქმარზე და პატარა ღიპუცა რო წამოეზრდება. აი ეგეთი ღიპი რო გამიკეთოთ პატარა საყვარელი. არ მქონია სიმართლე რო გითხრათ და რა შევეცდები. კარგი, ეგეც გავაკეთოთ. ანუ ყველაფერს ინიშნავთ, ხო? ეხლა რასაც გეუბნებით. ხო, აი, კიდე რა მინდა? ღაბაბი. ღაბაბი? აი ეს ღაბაბი რო ესე ცოტა გამიკეთოთ. ღაბაბი. ღაბაბი და ყანყრატო რო ჩამიდგათ, ყანყრატოც გინდა? ხო, კარგად რო ჩანდეს ყანყრატო და თუ არის შესაძლებელი, ხმის იოგებიც რო შევცვალოთ რა, რომ წვრილ ხმაზე რო არ ვლაპარაკობდე. გასაგებია. ავაკეთე ეგეთი რაღაც პრაქტიკაში, მაგრამ შევეცდებით, ხო. მაგრამ რა მაინტერესებს იცით? თქვენს ქმარს თვალის კორექცია რომ გაუკეთოთ, არ გიფიქრიათ? მხედველობის კორექცია იმაგათი? არა, ორივე თვალში აქ არაჩვეულებრივი მხედველობა. არა, მაგას ხვდები, რომ კარგი მხედველობა აქვს. რატომ გეუბნებით, იცით? კორექციას რომ გაუკეთებთ, გაბლარულს დაგინახავთ და იქნებ მოეწონოთ მერე. თან უფრო მარტივია და ჯობია მე მგონი რომ ეხლა რო ჩემ ქმარს მე ვუთხრა რომ თვალის ოპერაცია გაქვს გასაკეთებელი თქო. ძალიან განიცდის და მეწოდება. ის გეწოდებათ? ხო. გასაგებია. კიდევ გნებავთ რამე? აი ეს არის სულ მეტი არაფერი, მარტივად. მე ყველაფერი ჩავიწერე. და გაინტერესებთ თქვენი რობოტი როგორი იქნება? როგორი ვიქნები? ანუ ამ ოპერაციების შემდეგ. ნახო, ხო? მოგწონთ. აუცილებლად უნდა ნახოთ ეს. ვაიმე. დიახ. ეს ხო კაცია. კაცია, კი.
ანუ რა გამოდის, რომ კაცი უნდა რო ვიყო? აქამდე ვერ მიხვდით მაგას? მე ისეთი საყვარელი და სათუთია, რომ ძალიან. ყველაფერს გავაკეთებდი მაგის გამო, მაგრამ ამას არ ვიცი, ხა შევძლებ თუ არა. მე გირჩევთ რომ გაშორდეთ. გავშორდე? დიახ. ვაიმე, რო გავშორდე, მე მარტო რო დარჩება. ისეთი გულჩვილია ვერ გადაიტანს. ასე თუ განიცდით თქვენს ქმარზე, მაშინ მე დაგეხმარებით იაფად. როგორ? ახლავე, გამელოდეთ. ალო ნინი, გამარჯობა. იცი რა მაინტერესებს? ის თაკო ხო გახსოვს სტაჟიორმა რო გაუკეთა ოპერაციები და რაღაცეები რო აერია. ქმარს რო აღარ მოეწონა. ხო, დატოვა აქ, ხო? ხო, შემოვიდეს რა ერთი ჩემთან. კიდე ხო, კაი, გამოუშვება. დაბრძანდით. ახლავე, დაგეხმარებით. მალე მოვა? კი, ნუ ნერო. აი. გამარჯობა. შვენიერია, გამარჯობა. ხო? კი. ეს დიდი ხანია უკვე აქ არის და შემიძლია გაგატანოთ. ხო. განვადებით. განვადებით. ой, რა კარგია. თავი მე მომწონს და მე მგონი მოეწონება, ხო? მოდი წავიღებ და შევახედებ, ხო? ნახეთ და გამაგებინებ, ხო? წამოვიდით. უკაცრავად, ბე უნდა დამიტოვოთ. უკაცრავად, ბე.